მოგესალმებით, ვიწყებთ გადაცემას ძიმე კაცთან. დღეს ჩვენი სტუმარია არტისტი გიორგი ხისტაური. როგორ ახარ? კარგად, შე როგორ ხარ? კარგად, მადლობა. წინა სტუმრის კითხვას დაგესვამ გია ჯაჯანიძის, მართლა როგორ ხარო და რატო ხარ ისე როგორც ხარო? კაი, მაშინ მართლა ვარ. ცოტა დაღლილი, იმიტომ რომ მოვდივარ სასოფში რაღაცა იქით-აქით და მაგრამ კარგად ვარ საბოლოოდ. კარგად იმიტომ რომ აქ ვარ, იმიტომ რომ მინდოდა ძალიან ამ გადაცემაში. რატო გინდოდა? რატო მინდოდა და გამიხარდა კიდევაც, ალბათ მივხვდი და ანუ იმიტომ მინდოდა რომ ერთ-ერთი ყველაზე ცოტა ისეთი, ანუ კაი ტიპური გადაცემა მგონია, სადაც კარგი კითხვებია, კარგი ფორმატი აქვს საერთოდ. ისე როდის გზნობ ხოლმე თავს კარგად და როდის ცუდად? რა სიტუაციებში? თავს კარგად გზნობ, როდესაც ვარ მარტო. ანუ უფრო თავისუფალი ვარ. და ზღუდავს ხალხი? ხალხი არ უფრო აი ის გარემო რაც ბოლო პერიოდში მიწევს, ცოტა ყოფნა, ანუ კამერები და ეს ცოტა ჩემი iPhone-ით გადაღებული ვიდეო უფრო თავისუფალია, ჩემთვის უძრე კამერით რაღაც. და ცუდად როდის გზნობ თავს? ცუდად ზოგადად მეკითხები, როდის გზნობ? ხო, აი სად არ გიყვარს ყოფნა, როგორ არ გიყვარს? ხალხმრავალ ადგილებში. ღისით. ეს შენ რო იყო ხა წამყვანი ამ გადაცემის, რას კითხავდი შენ თავს? არ ვიცი, მართლა იმიტომ რომ ჩემ თავთან არ მაქვს ხოლმე კითხვები საერთოდ. საერთოდ არ გაქვს კითხვები? არა, იმიტომ რაც ხდება, ყოველთვის ხდება სპონტანურად და არა წინ რაღაც კითხვებით და რაღაც. შენ ბელგიაში ცხოვრობ კიდე თუ ჩამოხვედი? ცხოვრობდი, ჩამოვედი, ახლა იმიტომ რომ რაღაც. წი რა განსხვავებაა ბელგიას და საქართველოს შორის? თავარი განსხვავება. კონკრეტულად ბელგიაზე არ ვიცი, იმ სამყაროს და ამ სამყაროს შორის. გეტყვი, ხარ რამდენიც გასაკვირი არ უნდა იყოს. აქ ბევრად კარგი გართობა გვაქვს, რაც მე ძალიან მიყვარს, ვიდრე იქ ბელგიაში, იმიტომ რომ უფრო პოლიტიკური ქვეყანაა და დიდად არც ანიჭებენ გართობას, უპირატესობას, თუ ტარდება რაღაც ფესტივალები, რა თქმა უნდა, ბევრად კარგია და კიდე ერთი ის არის კარგი, რომ მარიხუანას მოხმარება ლეგალურია, მაგრამ აქაც შემოვიდა მგონი ეს კანონი და ზუსტად იგივე სანახევროდ ჯერ. ხო, და არის ლაპარაკი, მაგრამ იქაც ესე 70 გრამზეა ლაპარაკი და და ისე ეწევი? კი, რამდენი ხანია? გეტყვი, დაახლოებით 2 წლის წინ სანამ წავიდოდი ბელგიაში, მანამდე ვინმე თუ ეწეოდა ჩემს გარშემო, გავდიოდი ოთახიდან, იმიტომ რომ ჩვეულებრივად ანუ შიშები და პანიკა მეწყებოდა, რომ სუნზე შეიძლება მე დამემართოს რამე, მაგრამ როდესაც ჩავედი ბელგიაში და გავსინჯე ჰოლანდიური ამნეზია. აი ამნეზია კი არა 6 საათი ისეთი ბენზინა ყველასთან ვიყავი პაემანზე, ვიც კი მინდოდა ოდესმე. ვისთან გინდა ყველაზე მაგრა რომ პაემანზე წახვიდე? მინდოდა, მაგრამ აღარ არის ვისთან გინდა? ემი ვაინჰაუსთან. რატო გინდოდა მაინც და მაინც? ჩემთვის ერთ-ერთი პირველი ხელოვანი ადამიანია ყველა სფეროში აბსოლუტურად. და სხვა ნარკოტიკები არ გასინჯე? გეტყვი. ვარ, ანუ ორი რადიკალურად განსხვავებული რაღაცა ამ საკითხში, შიშა რა ძალიან და თან ძალიან ამყოლი. მაგრამ ეს აყოლიება და ექსტრემი უფრო ძლევს იმ შიშს, რაც მაქვს და ასე რომ გამისინჯავს ექსტაზი, MDMA. ერთადერთი რასაც ვიცი რომ ვერასდროს ვერ ამიყოლებს არის ვენაში გაკეთება ნებისმიერი რამის. არც არის მაგის გაკეთება საერთოდ. ხო, რა თქმა უნდა. მაგრამ სამწუხაროა რომ აქ ცოტა შეზღუდული ვართ მაგ მხრივ და რაც გვიწევს გალეშვა და მეორდილი ციგვილი პახმელისგან. აი აქ რო ჩამოხვედე შენ თაობაში თუ დაინახე რაღაც განსხვავებები იმასთან შედარებით რაც ადრე იყო. ძალიან რა შეიცვალა? ძალიან დიდი, ანუ მაგალითად სადღაც რამე კარგი ღონისძიება თუ ტარდება, ადრე რო იყო თქვათ მარტო აი სანაცნობო წრე თქვათ რაც ანუ არ იყო იმდან ხალხი, ხა დღეს უკვე ის ბაბულიკებით და ის შავროლინგიანი ტიპების მოდიან, ვისაც ფული აქვს დღეს, ვისაც ის 20 ლარი უგდია თქვათ რაც არის გადასახდელი, ყველა მიდის რა რაღაც უფრო დააინტერესად მე რასაც ვხედავ, ქუჩაზე მეტად ცოტა გართობა და ცოტა აი გოგოებს დავკერავთ ახლა და ქისტო ჩემთან ერთად წამოდა შენ მაგარ გოგოებს გაგვასწრუნდა, უფრო ეს რაც როგორ კერავენ? ქართველი ბიჭები გოგო. აი მე მაგალითად მქონდა ახლა ბოლოს ივენტზე. ვიღაცა დამიდგა, გინდა მოგაწევინო მაგარი მოსაწევიო და მეთქი ცოტა არ იყოს და შემეშინა, იმიტომ რომ ირგვლივ ვიდგა ერთ დაახლოებით 20 პოლიციელი და ახლა
ეგეთი რაღაც ცხოვრებაში ვქენი Summer Fest-ზე თუ რაღაც იყო დიღომში სადღაც, ხო, მან პირველად ვქენი ეგეთი რაღაც არაფერი არ გითხრა პოლიცია, მაგრამ ეხლა აქ გინდა მოგაწევინო და მეთქი ცოტა მეშინა თქო მიდიო რა მაგარი გოგოები გაჩნდაო და იცი რა მაგარ მოსაწევს მოგაწევინო და ეხლა ანუ ესეთი რაღაც უფრო ქრთამის იმით მოდის ხოლმე რა ანუ ეს დაკერვები გოგოს. კაი, აი რომელი არტისტი მოგწონს შენ? ნუ Amy Winehouse-ი გავიგე. არტისტი საერთოდ მომღერალის მსახიობის ყველა არტისტია, მაგრამ რომელ სფეროში კონკრეტულად თუ საერთოდ? საერთოდ. აი თუნდაც შენ სფეროში მაგალითად. ჩემ სფეროში რომელი ქართველი არავინ არ მომწონს და მაქვს იმის დიდი ამბიცია რომ ჩემ სფეროში ვარ პირველი, როდესაც არავინ არ იღებდა ვიდეოებს და დავიწყე და დღეს ყველა უკვე ვიდეოებით ცდილობს გავაპოპულარულებას და უცხოეთში აი Lady Gaga არის უძლიერესი მსახიობი, ძალიან მაგარი მომღერალი ყველა ჟანრში, ქალი გამოვიდა დაიწყო ხორცის კაბით და დღეს უკვე ბუმბულებით ჯაზს ვღერის ტონი ბენეტთან, ძალიან ძლიერ ჯაზ მომღერალთან და ანუ ყველაფერი რასაც შეუძლია, მაგრამ ეს ჩემ სფეროში არ არის რა თქმა უნდა Lady Gaga, მაგრამ საერთოდ არტისტი როგორც ესეთი, ვთვლი რომ Lady Gaga არის. წერალი რომელი მოგწონს? არ ვიცი მწერლების სახელი ის რომ შევაფასო, იმიტომ რომ არ ვკითხულობ არასდროს. რატო? იცი გეტყვი, მე ბავშვობიდან მაქვს იმის მიზანი, რომ მივახციო იმას, რომ მიცნობდეს ყველა. ოღონდ მართლა პატარაობიდან ვიზახი, რომ მინდა რომ მიცნობდეს ყველა. და მე როდესაც უკვე ჩამოყალიბდი იმ რაღაც სფეროში, რითიც მინდა რომ მიცნობდნენ, ხვდები, რომ რაც საჭიროა მარტო ის უნდა ვიცოდე. მაგალითად, მაინტერესებს უცხოენები, ვსწავლობ უცხოენებს ძალიან კარგად. მაინტერესებს, ხო, ერთი რაც მაინტერესებს ამ წერილებში, რაც შეეხება ანუ კითხვას, რაც უცხოენები, მარტო სხვა არაფერს არ ვკითხულობ არასდროს, არც მიზიდავს და არც მაქვს სრული იმის, რომ რაღაც წავიკითხო, თქვა წიგნი. ხო და რა საპირებ, რა გეგმა გაქვს, რომ ვინ უნდა გახდე? ხო, დავამატებ იმას, რომ ეს ძალიან ცუდია, არ ვტრაბახობ ისე ვილაპარაკე, ხარ ვტრაბახობ, ძალიან ცუდია, მაგრამ ჩემთვის არც ისე ცუდია, იმიტომ რომ არ ვთვლი რაღაც ამის გამო ჩამორჩენილობას რომელიმე საკითხში, იმიტომ რომ ნებისმიერ საკითხზე შემიძლია დაკითხვა და შემიძლია გავცე პასუხი ისეთი, რომ ხო, რა თქმა უნდა, ეს შენი გადასაწყვეტი. არ იყოს რაღაც დებილობა. ხო და რა გეგმა გაქვს, რომ რას გინდა რომ მიაღწიო? გეტყვი ახლა, ისთვისაც წავედი ბელგიაში 1 წლის წინ დაახლოებით ასე თუ ისე ის შევასრულე ის გეგმა, მინდოდა რომ ევროპულ ბაზარზე ესე დავარქვათ, გავსულიყავი და მოვახერხე რომ ბელგია, საფრანგეთი, ჰოლანდია და ლონდონშიც ესე თუ ისე ენახათ ჩემი ვიდეოები და მოვახერხე და 2 მილიონი ნახვა აქვს ერთს და მეორეს 1.8 მილიონ. და კიდე სამომავლო კი ბოდიში დამოვიწყდა კითხვა და ნუ გავაგრძელებ ხარ რომ კი მინდა რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვიყოთ ცნობილი და მე წავიდე ყველგან და ყველგან თქვა რომ საქართველო არის ცუდი ქვეყანა. რატოა ცუდი ქვეყანა? იმიტომ რომ ადამიანს არ აქვს მაქსიმალური გააკეთოს იმის არ აქვს იმის საშუალება რომ გააკეთოს მის შესაძლებლობების მაქსიმალური. და აქ რო იბრძოლო მაგისთვის არ გაქვს? არ გამოდის, იმიტომ რომ 4 წელი ვბრძოლობ და დღეს რაღაც მინიმალურ შედეგამდე მივედი იმაზე რომ რაღაც 900 გინებიდან დღეს 900 კარგია და ერთი არის გინება და მეტი ხედავ რომ არაფერი არ არის წინ გასაქანი. ხო და ძირითადად რას გწერენ ინბოქსში რა ისინ მესიჯი? ადრე თუ ეხლა თუ შეიცვალა ეს ისა? რადიკალურად, ძალიან რადიკალურად შეიცვალა ეს ყველაფერი, ჩემი ინბოქსი, კომენტარები, დამოკიდებულება. გლანძღავდნენ, ხო ძალიან? რატო გლანძღავდნენ, ვფიქრობ? გეტყვი ახლა რატომ გლანძღავდნენ? ან პირდაპირ თქვა მერჩენა იმას ვაკეთებდი, რასაც თვითონ ძალიან უნდათ რომ გაეკეთებინათ და ალბათ ვერ აკეთებდნენ და დღეს მაგალითად როცა ცდილობენ რომ ვიდეოებით გახდნენ პოპულარულები, უმეტესობა გოგოები ცდილობენ და გოგო მაინც ახლა ისეთი რომ თქვათ ჩვენ საქართველოს ხო არის ეს სექსიზმი და მეც მაქვს გამიშდარი ეს რომ გოგო მაინც ისეთია რომ რაღაც ჩერჩე შეიძლება, მაგრამ ბიჭები იმას ვერ პატიობენ რომ ის გავაკეთე რაც თქვათ მაგათ უნდათ. მაგრამ ძალიან კარგად იციან რომ ქისტაური თქვათ ძალიან მაგარი ნაშები ყავს, როდესაც რა ნაშები ის ნაშები. მოდი უმეტესად ანსახიერებ ქალებს. კი. რატო? გეტყვი, საერთოდ როდესაც რაღაც აკეთებ და როდესაც გინდა პოპულარობა, მე მინდოდა პოპულარობა მაგითო გავაკეთე ეს ყველაფერი, ყოველთვის გაქვს იმის სურვილი რომ მქონდეს მაღალი რეიტინგი. როდესაც გამოდიხარ ბიჭი, როდესაც ქვია ბიჭი და გაბია ის რაც გაბია და როდესაც უცბად რაღაც სკოჩების დახმარები და ბამბების ჩატენით ხდები ქალი,
ეს არის რაღაც მithumetes ჩვენ ქვეყანაში ცოტა რაღაც ისეთი რომ ამითი შეიძლება გასკდე, ისე გასკდე რომ მთელი ერთი წელი ვერ მოგინელონ და წავსულა რამოდენიმეჯერ ესეთ რისკზე კაცო რუსთაველზე, ვაკის პარკში გავსულა ელასტიკებით რაღაცა იმისთვის მხოლოდ რომ გამختار. ანუ რატო ავირჩი, რატო მაქვს ქალის პაროდია, იმიტომ რომ უფრო რეიტინგულია და უფრო მეტი ანუ მარკეტინგული სვლა. ხო, რა თქმა უნდა, კი. როგორი კატეგორიის ქალები არიან საქართველოში? შენ ალბათ აკვირდები. როგორი ქალები ყავს? ზოგადად როგორი ქალები არიან? არა, რამდენიმე კატეგორია რომ მითხრა. გეტყვი ახლა. თუ გინდა ისე მითხარი, როგორებიც არიან, არ ვიცი, როგორც შეგიძლია. არა, ეს ერთიანად ვერ შევაფასებ, იმიტომ რომ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ქალებთან მეგობრული და ადამიანური ურთიერთობა უფრო სიამოვნებს და ერთწუთი უფრო დიდ პატივს ემ ქალებს დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვიდრე მამაკაცებს. გეტყვი ახლა როგორი ქალები არიან? რაღაც ანუ რა უნდა ვთქვა ხალი ყველა მის რომ თავიანთ ქმარზე დამოკიდებულები, კაცზე დამოკიდებულები არ აქვთ იმის სურვილი, მე ვლაპარაკობ რა თქმა უნდა რაღაც პროცენტებზე, რომელიც ეს არის უმეტესობა. არ აქვთ იმის სურვილი რაღაც განვითარება მისცენ მათ გზებს, შეიძლება ვიღაცა უცბად რაღაც ესე იყოს ჩაკეტილი, რაც ძალიან ბევრია და კონდეს რაღაც რესურსი იმის რომ გახდეს ძალიან მაგარი მომღერალი, ან გახდეს ძალიან მაგარი მსახიობი, მაგრამ მას იმიტომ არ უნდა ეს ყველაფერი და თვითონაც არ უნდა რომ თავის თქვა უკან დგომ იმ ზურას, გელას და მამუკას არ უნდათ ეს. მე ერთი კატეგორია კიდე როგორები. ხო, ძირითადად ეს კატეგორია. კიდე არიან როგორი ქალები, იცი? აი კატეგორია პირველი კატეგორია რო თქვი, ეგენი როგორ ლაპარაკობენ. აი რომელია შენ ეს მამუკა გელაზე და იმას დამოკიდებული, როგორ ლაპარაკობენ და ვიდეოც მაქვს სხვა შორის ერთი გადაღებული, აი მაგალითად ეხა აქ უნდა ისმოვეს, ეხა მე რასაც გავაკეთებ, მან უნდა ისმოვეს უკან ქმრის სადღეგრძელო, რომ აი ჩვენთვის რო ეს ყველაფერს აკეთებ და ესე უნდა იყოს და კაცი რო არის მთავარი მასში და ეს თეფშების რეცხვით რაღაცა ესეთი სახით უსმენს. ტიროდეს. აი ესე უყარვარ ჩემ ქმარს უცბად გეტყვის ხო ანუ ესეთი რაღაც. ანუ დამორჩილებულები, დამოკიდებულები თავიანთ ქმარზე რაც საწყლები. ხო და კიდე ერთი უნდა ვთქვა, რის პაროდიას მაქვს ერთი დოდო პერსონაჟი მყავს, ეს დოდო ქალები არიან. აი მაგალითად ცნობილი მამიდა, მამაშა მამიდა, ხო ვიცი თუ ყველა მკაცობა. აი ეგეთი ქალი რაღაც ესე რომ დაგიჯდებიან და რა ჩალი მე მეზარ ჩალი ჩაქალებს კიდე. ხინკალი რო უყართ, კაი ჭამა რო უყართ, კაი სმა რო უყართ და კადნე ბევრ კაცზე მეტ და უფრო ისეთ ქართულ სადღეგრძელოებს რო გეტყვიან, აი ეგეთი ქალები. სხვა შორის ეგეთი ქალებთან სიამოვნებს და კონტაქტში შესვლა საუბარი. დოდოებთან? კი, დოდოებთან. აი დოდოები ორგაზმის დროს რას ამბობენ, როგორ ფიქრობ? ან რას აკეთებენ? აი წარმოვიდგინე მაგის იმიტაციაც მაქვს გაკეთებული. დოდოები უცბად ორგაზმის დროს წარმოვიდგენია რაღაცა აი იმდენად არაადეკვატურ მდგომარეობაში მყოფები და რაღაცა უცბად ბაგაშილი და ეს რაღაც და რაღაცა თარო აი სუთქა რო უჭით ორგაზმის დროს რაღაცა და თარო განიცდიან და თარო ინიამებენ რაღაც აქიდან და როგორი კარგი ყოფილიყარ ანუ რაღაც ეგეთი რა კარგი და აი პირველ ქართულ სექს შოპს რას დაარქმევდი? პირველ ქართულ სექს შოპს დაარქმევდი გაბედეს და გამყიდველად ვის დააყენებდი? გამყიდველად დავაყენებდი პირველად პიარის გაკეთების მიზნით, ანუ პირველად რაღაც შოხსნი ხო, რაღაც ცნობილს შორენა ბეგაშვილს, იმიტომ რომ ყველაზე სექსუალური ქალია, საერთოდ რომ მამაკაცების სხვა უფრო უმეტესად სექსშოპი და არა, ქალები, არა, ერთნაირად არის, მაგრამ მამაკაცებისთვის რომ მოვიზიდავ შორენა ბეგაშვილს და კაცებისთვის, აი დავით კაცარავა თუ კაცარავა რო არის რაღაც სახიობი, აი მაგორს დავაყენებდი, მათ გამყიდველზე მკითხა ხო, ვის დავაყენებდი? მაგორს კი. ხო და შენი აზრით რატო იწვევს ორალური სექსზე ლაპარაკი, აი ესე თუ არ ყოფით რეაქციებს? არა აქვთ ქართველებს ორალური სექსი? გეტყვი ახლა. ვინც მაგას ლაპარაკობს თუნდაც იმას. ორალური სექსი არა აქვთ ესე სალაპარაკო და ხო მამაღლა სალაპარაკოთ და მეზობლის გასაგონად არა აქვთ, მაგრამ შენ თუ და მე თუ გადავხედავ და ყველა ფორუმებს უმეტესად 99% არის შეკითხვა აი სპერმა გადამეყლაპა და ხო არ დავორსულებიან რამე ხო არ მომივ ანუ მე ესე მგონია და ზუსტად ვიცი ჩემში რა თქმა უნდა შეიძლება ვწდები ძალიან ვწდები მაგრამ მე ესე მგონია რომ ვიღაცები რაც თავის კედელზე ნოხ ჩამოკიდებულ ოთახში რაღაცა მაინც კავდებიან ამ ორალური სექსით ვიღაცები არა ბევრი შენ თუ ხარ სექსუალური როგორ ფიქრობ? კი ოღონდ ძალიან ბინძური და გარყვნილი ფანტაზიებით შეგიძლია ერთი ფანტაზია მოყვე. ერთი ფანტაზია რა მქონია ყველაზე ისეთი, ანუ რა გამიკეთებია? თუ აი რა ფანტაზიები გაქვს.
ან სად ხდება ამისთან ერთად? გეტყვი, მეშინა ძალიან ორგიის. ორგია რომ მაგის მეშინად ვიცი რომ ვერასდროს ვერ იმავსავ. კიდე ერთი სექსუალური ფანტაზიები ჩემსაც რასაც ხელს უწყობს, ყველაზე უნდა იყოს სიბნელე. მთლიანად სექსის დროს უნდა იყოს სიბნელე, იმიტომ რომ სინათლეში ვერ მექნება სექსი ვერასდროს. რატო კომპლექსი გაქვს რამე? არა, სიბნელეში როდესაც კაიფში როცა ვარ საერთოდ მე არ მისწორდება სიცილზე გულიმერება, კაიფში ლაპარაკზე გულიმერება, სიბნელე საერთოდ ესეთ სიტუაციებში რაც კარგად მხდის, სიბნელე უფრო მიწყობს ხელს და ფანტაზიებს რაც შეეხება, რავი, ანუ აი ხა შეყვარებული რომ მყავდა მაშო 7 თვე მაგასთან ისეთი რაღაცები ქენი რომ ბოლოს რო დავშორით აეროპორტში მითხრა დამშვიდობების ნაცვლად ისეთი რაღაც რომ ისეთი რაღაცები გამაკეთებინე რაც არასდროს არ გამიკეთებიაო. ანუ რა ძალიან ხო, შეიძლება უაზრო ფანტაზიაც იყოს, მაგრამ ჩემთვის რაღაც ძალიან ბინძური და გარკვეული. აი რომელი ქართველების სექსს ნახავდი? გეტყვი. ნახავდი იმ კაცს რა ქვია სათვალებრივ უკვე დიდი ბეჭდები რო აქვს რაღაც ძალიან რო გულანძღავს. არა, ძალიან რო გულანძღავს. რეზო ამაშუკელი. ხო. აი ნახავდი კესარი აბრამიძის და რეზო ამაშუკელის სექსს. კი ბატონო. აი საქართველოს რისი წილხვედრია? საქართველოს რისი წილხვედრია? თუ ვისი? თუ ვინც ვისი? ვისის ვიტყვი უფრო, იმიტომ რომ ცოტა რეალურ ფაქტს შევეხები და მაგითო. საქართველოს არის ქართველი კაცის წილხვედრი. ქართველი კაცი. სამწუხაროდ ოღონდ. შენი აზრით რა ქვია ქართლის დედას? მიმოზა. ხო და შეგიძლია მიმოზას ხმით აი იმ კამერაში რეზო ამაშუკას თხოვო რომ მოვიდეს სამგადაცემაში. ანუ ხა უნდა იყო ქართლის დედა თან მიმოზა უნდა მერქვას, ხო? ქართლის დედა უნდა იყო და ბატონ რევას მიმართო. ბატონ რევას. ანუ ქართლის დედაც უა მორუსოტები, იმიტომ რომ ცოტა გრუზინია რა ვიცი. იმიტომ რომ ხო იცავს რა. ბატონ რევას. გეწევთ მძიმე კაცთან. მოდით, ველაპარაკოთ და შემდეგ ცოტა წავსერნოთ. მოდი. აი გარყვნილება რა არის შენთვის? გარყვნილება არის ჩვეულებრივი ბუნებრივი ადამიანის დამახასიათებელი თვისება რაღაც. აი სექსი შეიძლება იყოს გარყვნილი. პირველ რიგში სექსი შეიძლება იყოს გარყვნილი. პატრიოტიზმი რა როგორ გესმის? როგორ მესმის არ გეტყვი, როგორ ხედავ გეტყვი პატრიოტიზმს. პატრიოტიზმს ხედავ აი ბევრი ლაპარაკის მოყვარული მოტრაბახე რაღაცა რომ მე ამას გავაკეთებ, მე ამას ვიზავ ჩემი ქვეყნისთვის. არა და ვინც მართლა აკეთებს და ვინც მართლა რაღაცას ცდილობს ის თავისთვისაა და დღეს ვფიქრობ სხვა შორის ზუსტად ვიცოდი რომ ამ კითხვას დამისმევი და მოფიქრებული მაქვს პასუხი. 2008 წლის ომი გავიხსენოთ, მაგალითად ვინც ბევრი რამე გააკეთა, შეიძლება ყველაფერი ვერა, მაგრამ ბევრი რამე გააკეთა იმისთვის, რომ თავის პატრიოტიზმი დაემტკიცებინა, გაეკეთებინა ყველაფერი იმისთვის და ისინი არც ვიცნობთ იმად, მაგრამ ყველას ვიცნობთ, 17 მაისს გამოვიდა პლაკატებით აი ესე ღრიალებდნენ, რომლებიც შეიძლება გეი პორნოთაც არიან დაკავებულები და ისინი მართლა თავიანთი საქმით არიან დაკავებულები. ჯარისკაცებზე ლაპარაკობ. და აი თავისუფლება რა არის პირადად შენთვის? თავისუფლება ვარ მე? კი ბატონო. ღმერთის თუ გწამს? გეტყვი. ბევრისთვის გასაკვირი 13 წლის ასაკამდე დაახლოებით 8 წლიდან ვიყავი სტიქაროს, ანუ გალობდი მე ეკლესიაში. შემდეგ უკვე ისეთი რაღაცები დავინახე, ისეთი რაღაცები გავიგე, რასაც ადრე ვერ ვაანალიზებდი და ვათ ვიცნობიერებდი რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა. რაღაც გავხდი როგორი ეჭვის ქვეშ, ანუ ღმერთი არსებობს თუ არსებობს, მაგრამ დღესდღეობით იმ ეტაპზე ვარ, რომ მგონია რომ ღმერთი არის რაღაც ძალა, რაც ჩვენ გამოძრავებთ, რაც ჩვენ ოღონდ ღმერთი არ ძალას ვიტყვი, ღმერთი ჩვენ შევარქვით. მაგალითად როგორც ჩვენ შევარქვით იესო, ვიღაც მუსულმანმა შეარქვა ალაჰი ვთქვათ. ანუ ეს სხვა რაღაც იმეების, ყველგანს რაღაც სხვა სახელი ქვია ღმერთს, ხო, იმას თავის ღმერთი ყავს, ამას თავის ღმერთი ყავს და ჯერ მარტო აქედან რომ დავიწყოთ, რომ ყველა სხვა ღმერთი ყავს, თუ ყველანი ღმერთის შვილები ვართ, რატო ყავს ყველა სხვა ღმერთი და რატო არ ვართ ყველა იმ ერთი ღვთის შვილები, თუ ღმერთის შვილები, რომლებიც არის ასე რომ გონია რომ ღმერთი არა, ღმერთი არის სახელი, როგორც მე მქვია გიორგი და შენ ქვია დათო, ღმერთი არის სახელი, რომელიც შევარქვით ჩვენ ხალხმა, მაგრამ არის რაღაც უდიდესი და რაღაც უძლიერესი ძალა, რომელსაც დიდ მადლობას ვუხდი, რომ აი საერთოდ აქ მომიყვანა. ჯერა რომ ეგ ძალა არსებობს?
ხო, აი იცი ოღონდ როგორი ძალის ბჭია, რაღაცა თქვათ ეს კამერა რომ იღებს რაღაც ბატარეა თუ რაღაც სხვა რაღაცა ტენი. ეს რო გაფუჭდება, მე მოკვდება რაღაც ჩვენც ესეთი რაღაც დამოხტული ვართ რაღაც სატანა თუ არსებობს? არა. არა. და სხვა შორის რამდენჯერაც დამილებია რაღაც თქვათ MDMA ან LSD, ვაიმე კანკალების მცივა, რამდენჯერაც დამილებია MDMA ან LSD, ყოველთვის მგონია რომ აი ხა ნეტა ეხლა მაინც მომეჩვენო სატანა რომ ნახო მართლა არსებობს თუ არა, იმიტომ ერთხელ მქონა კლინიკური სიკვდილი და რაღაც იმის მე მახსოვს რომ ნახე ღმერთი. და ეს ღმერთი იყო ის ნათელი ძალა რაღაც ავფრინდი სადღაც ამოტრიალებ დედამიწაზე, ჩავფრინდი უქვებით და რაღაც სინათლეში გავედი. ოღონდ მაშინ მყავდა თურმე აღმოჩნდა რომ ჭიები მყავდა და გული წამივიდა. მაგრამ ჩემმა მამაო მითხრა რომ კლინიკური სიკვდილი იყო და ეს არის ღმერთის ნიშანი და ზუსტად ვიცი იმიტომ მითხრა რომ გამეგრძელებინა ჩემი ღვთის კენმრავალი გზა, მაგრამ ეს ქრისტეს რას კითხავდი რომ გქონდეს საშუალება? იქიდან გამომდინარე რომ არ ვიცი მჯერა თუ არა, კითხავდი მართლა არსებობ თუ არა თქო. ბატონო. აი ადამიანმა რა შექმნა ყველაზე მაგარი? ადამიანმა ყველაზე მაგარი რა შექმნა? ხო შეიძლება რომ დავფიქრდე და გიპასუხო, ესე პირდაპირ არ მაფიქრდება რა. თქმა უნდა. ადამიანმა ყველაზე მაგარი შექმნა ადამიანი. ანუ ადამიანმა შექმნა ადამიანი. ხო, ან ჩვენ ხო საიდანაც მოვდივართ, ხო იყო ის რაღაც პირველი. ისიც ხო ადამიანი იყო თუ რაღაც და იმისგან ანუ მე გულისხმობ გამრავლების თვითონ რომ მრავლდებით, ეგ არის ყველაზე მაგარი ადამიანი, თვითონ ადამიანისგან მრავლდება ადამიანიც, მეორე ადამიანიც. კი ბატონო. აი იუმორს რისი გემო აქვს? არ ვიცი, მაქვს საშინელი იუმორი და ზუსტად ყოველთვის ვიზახი, რომ მე რო ვუყურებდი ჩემ ვიდეოებს სხვისი თვალით, არასდროს არ გამეცინებოდა, პირიქით არც მომეწონებოდა, მაგრამ არ დავაფიქრებდი ჩემს სუდაზრს, უბრალოდ არ დავალაიქებდი, მე ყველაფერს ვალაიქებ, რაც მომწონს და ჩემი ტიპის იუმორს მე აუვლივდი მხარს, იმიტომ რომ ბევრი არის უკვე ვით ბაძავს, ასე ვთქვათ, მაგრამ შეიძლება უფრო სასაცილოდ გამოსცეს, მაგრამ მაინც არ მეცინება. და ფლირტს რისი გემო აქვს? ყველაზე კარგი გემო აქვს, აი რა დიდხილებიან რძიან შოკოლადს რო შეჭამ და ის რო გემრიალად ჩადის, რაც ზუსტად ეგეთი გემო აქვს ფლირტსაც. ქართველობას? აი ხარ რომ მქონდეს აქ თქვათ რა წითელი წიწაკამთლიანი ჩავიყრი და ნახავდი როგორი გემო აქვს ქართველობა. ისე რო წაგართვან ქართველობა რას იზამ? ქართველობა წამართვა მთავარია ის ქართული სიტუაცია, რისთვისაც მე ჩამოვედი ბელგიიდან, აქ გართობა თავის სილა, მე მომწონს, ანუ არ ვიზახი პატრიოტიზმის გამო, იმიტომ რომ ლამის გავლანძღეწევან საქართველობა ჩემი, მაგრამ ის სილამაზე რაც საქართველოშია, თქვათ, გარემო ყველაფერი, ცოტა რომ მოვუაროთ სიბინძურეს, რომ მივაქციოთ ყურადღება, ეგენი არ წამართვან. ქართველობა წამართვან, გასულ დამიძახოს ვიღაცამ თქვათ, მაინც მივიწევთ იმისკენ, რომ ევროპელები გვერქვას და გვეწაგვერთვას ქართველობა. წამართვან არ არის პრობლემა, უბრალოდ ეს ყველაფერი არ წამართვან, სადაც ცხოვრობ. კარგი. პირველი ვინ გახსენდება სიტყვაზე სპერმატოზოიდი? პირველ რიგში ჩემი თავი და მე სხვა დანარჩენი ვინც უნთქავს. კაი, მითხარი სამი ყველაზე მაგარი ქართველი. ქალი კაცი. სულ ერთია. თუ ვინდა ერთი მაგარი მითხარი და ერთი ცუდი. კარგი. ერთი ყველაზე მაგარი ადამიანი საქართველოში. ვინ გითხრა, რამდენი მაგარი ადამიანია საქართველოში? ერთი უნდა ვთქვა ასე რომ ჩემ თავს გამოვიცავ, ჩემ თავს არ ვიტყვი, მაგრამ სამის თქმა რომ შემეძლო, ჩემ თავს ვიტყოდი. თქვი სამი და კაი, სამს ვიტყვი, მაშინ მე, მარგველაშვილი და სააკაშვილი. ოღონდ იმიტომ კი რომ შევხედე, ანუ ეს ორი პრეზიდენტი რადიკალურად განსხვავებული რეფორმებით თუ ასე შემდეგ, მგონია რომ ძალიან კარგი რა მარგველაშვილი თავის დაჩაგრულობით და ხმის ამოღების უფლება გაქრობით არის ძალიან მაგარი რომ მაინც თავისას იძახის და მიშა კიდე იმიტომ რომ იმდენი რაღაც გააკეთა რომ მე დღემდე ამ წლების განმავლობაში თავი მეგონა მიუხედავად იმისა რომ საქართველოში ვიყავი პედერასტი თავი მეგონა დაცული იმიტომ ძალიან კარგად უზნობდი თავს. აი მიშა წავიდა და მეც გავიქეცი საქართველოში. კარგი, აი ხა რო ვისხდეთ სუფრასთან, სადაც მთელი საქართველო იქნება, რას ეტყოდი, თამადა რო იყო, რას ეტყოდი. თამადა რო მე რო ვიყო თამადა, თუ თამადას მთელი საქართველო რო ისხდეს სუფრასთან.
ანუ ჩემი მოტივი რაც არის საერთოდ ჩემი საქმეებიდან გამომდინარე ძალიან ბანალური, მაგრამ გაიღიმე ერო. და თამადა რასაც ისახის ქართველები თუ ზიან უნდა გააკეთონ ის მაშინ ანუ ეს ეყავს ხო თამადას ხა ყველა მთელი სუფრა და უნდა გააკეთონ და მეც ვეტყოდი და გააკეთებდნენ და მე მთელ ღიმილით ვატრიალებდი ეს ყოველდღე თამადა ვიქნებოდი. კარგი, აი ამადგენ ვინ როგორი ქალი იქნებოდა? აი გამსახურდიაზე ვერაფერს ვერ გეტყვი, იმიტომ რომ არ ვიცი საერთოდ არაფერი, არ ვიცი მართლა ამაზე, ის მე პრეზიდენტი იყო ხო? ალბათ ეს კი პირველი პრეზიდენტი იყო. და მეგონა ნოე გამსახური. ნოე ჟორდანია, ხო, აი ეგ მეგონა აშკარად პრეზიდენტი იყო. ხო, ანუ ამაზე არაფერი არ ვიცი. შევარდნაძეზე ვიტყოდი რაღაცა როგორი ქალი იცი, აი ძველად ბაზრები რო იყო და კერასინკა რო იდოთ და წვანილს რო ყიდნენ რა თავზე და კასინკაზე. მოკლედ აი ეგეთი ქალი, იმიტომ რომ ცოტა ღირსიც არის, ღირსიც იყო ეგეთი რო ყოფილიყო. სააკაშვილზე ვიტყოდი, აი ყველაზე სექსუალური ქალი მთელ სოფლიოში ალბათ სკარლეტ იოჰანსონი, ანჯელინა ჯოლი, ან არა, ქართველებისთვის შორინა ბეგაშვილი იქნებოდა, აი შორინა ბეგაშვილის ქალი, იმიტომ რომ იმდენი რაღაც მაგარი რაღაც ქნა, რაც შორინა ბეგაშვილი მაგარი ქალი კაცისთვისაა ხო პირველი და ეს იქნებოდა შორინა ბეგაშვილი, იმიტომ რომ ხალხისთვის იყო მაგარი. მარგველაშვილი იქნებოდა მოიცა ვინ იქნებოდა მარგველაშვილი იცი? მაია ასათიანი ალბათ. რაღაც მგონია რომ ესეთი რაღაც კომუნიკაბელურია ძალიან თბილი რაღაც ისეთი, იმიტომ რომ მქონია მაიასთან პირადი გასაუბრება და ძალიან ისეთი მეგონა და უბრალოდ ეს მიყვარს და ბევრჯერ გამიკეთებია Facebook-საც ესეთ თქვა განცხადება, არ ვერევი არასდროს ისე ძალიან პოლიტიკაში, მაგრამ რომ ეს კაცი ბატონი ბიძინა? ბატონი ბიძინა. აი ქალი რო იყოს ბატონი ბიძინა როგორი ლაპარაკებდა? აი ლონდა მყავს ერთი. მეგრელ რუსი ქართველი ქალი. აი ძალიან რო ტრაბახობს ყველაფრით და რომ არიაჟობს და რაღაცა შოკოლადი ახლა იქიდან ჩამოვეტანე მოსკოვურია გოგო და აი რო არ გინდა რო ქტენის რომ და ჭამო, იმიტომ რომ მოსკოვიდან ჩამოტანილია და პირველ რიგში ეს მოსკოვში იყო და მოსკოვიდან ჩამოვიდა და ანუ საზღვარგარეთ არა ნაცო მარიაჟი ქალიც და ხო ხდები მოსკოვიდან ჩამოსული მარიაჟა ქალები რო არიან ცოტა ისეთი რომ მე იქ ცხოვრობდი და ამასთან ის გავაკეთე და იმასთან აი ეგეთი ქალი წარმომიდგენია ბატბიძინა. მე ყველა სექსუალური რომელია ამათგან? მარგველაშვილს აქვს ის ბაბულიკური სექსუალურობა, რაც ბაბულიკებს გააჩნიათ, მართლა არიან სექსუალურები, ახლა თქვათ, ოღონდ უმეტესობა. და მიშა სააკაშვილი ცოტა აი ეს მიშა სააკაშვილზე არ ვლაპარაკობთ, ქალ მიშა სააკაშვილზე ვლაპარაკობთ, ხო? მიშა სააკაშვილი რა ვიცი, ცოტა სიცილი რო დახვეწოს და სიცილის მანერა უფრო სექსუალური იქნება. მე იმიტომ რომ სექსუალურობაში ცოტა ისეთ რაღაცებს უყურებ. ეს ანუ საერთოდ წარბო ვიღაც შეიძლება ნასკებზე, პირველი ნასკებს უყურებ. ის თუ ნასკი თუ აცვია თეთრი თქვათ რამე, ისეთ ცოტა ჩემთვის სექსუალური კი არა, პირველი სასურველი სექს პარტნიორია. თეთრი წინდები ვისაც აცვია? ხო, ეხლა ვისაც გავილი თეთრი წინდები. თუ მომეწონა, თუ ნახე რომ თეთრი წინდები აცვია, ჩემთვის რაღაც კარგია ეგ. კაი, შემდეგ სტუმარს დაუტოვე რამე შეკითხვა. ვინ იქნება არ მეუბნები ხო შემდეგი სტუმარი? არ ვიცი. შემდეგ სტუმარს ვკითხავ აი ბოლოს როდის ქონდა სექსი? აი კიდე სექსთან მივედი. ბოლოს როდის ქონდა სექსი? ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი. წარმატებებს გისურვებ შენ საქმეში. თქვენც ასევე.